რამდენიმე დღეში SpaceX ჩაატარებს Starship-ის მე-6-ე სატესტო ფრენას. ეს არის საკვანძო მომენტი სწრაფი და სული ხელოვნურად გამოყენებადობის გზაზე. დაგეგმილია 18 ნოემბერი ცენტრალური დროით 16 საათზე, ანუ შუა ევროპით გაშვების ფანჯარა 30 წუთიანია და სარეზერვო თარიღებად მომდევნო 2 დღეა განსაზღვრული. და რა თქმა უნდა, მე აქ მარსის ქრონიკებზე პირდაპირ ეთერში გავაშუქებ. არსებობს რამდენიმე განსხვავება ამ და წინა ფრენს შორის და ეხლა ერთად გადავხედოთ მათ. Starship-ის მე-6 ფრენა, ასევე ცნობილი როგორც ინტეგრირებული ფრენის ტესტი X, ანუ მოკლედ IFT-X, SpaceX-ისგან, უკვე კარს მომდგარია და მოლოდინი იზრდება. ეს ფრენა არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევების კიდევ ერთი დემონსტრაცია, არამედ მნიშვნელოვანი სისტემების კრიტიკული ტესტიც, რომლებიც მომავალისთვის არის განკუთვნილი. პლანეტარული მისიებისთვის გადამწყვეტი იქნება. მე-6 ფრენა მოხვა მე-5 ფრენის წარმატებულ ტესტებს, რომლის დროსაც Super Heavy ბუსტერი პირველად წარმატებით დაიჭირეს გაშვების კოშკის მკლავებით და Starship-ის ზედა საფეხური ზუსტად დაეშვა ინდოეთის ოკეანეში. რაც კი შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა, იყო ის, რომ ბუსტერი, როგორც ჩანს, წამებში იყო დაშორებული ფრენის შეწყვეტასა და მექსიკის ყურეში ავარიულად დაშვებას. ასე იყო ინფორმაცია, რომელიც ელონმა X-ის მეშვეობით საზოგადოებას მიაწოდა. თუმცა, საქმე ეხებოდა გამართულ სისტემასა და ზედმეტად კონსერვატიულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შემდეგ ტესტზე გასწორდება. ამ ფრენაზე ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური გეგმის მოწმეები ვიქნებით. ბუსტერი და ზედა საფეხური კვლავ დედამიწაზე უნდა დაბრუნდნენ. ამასთან ერთად ბღისით ატმოსფეროში დაბრუნებისა და დაშვების უნარი იქნება გამოცდილი. რადგან Starbase-ში გაშვების დროს ადგილობრივი დროით 16 საათია. ინდოეთის ოკეანეში წყალში დაშვებისასაც დღე იქნება. აქამდე ყოველთვის დილით ადრე გქონდა გაშვებები, რაც ინდოეთის ოკეანეში ბნელში დაშვებებს იწვევდა. მნიშვნელოვანი განსხვავება წინა ფრენებთან შედარებით არის ზედა საფეხურის Raptor-ის ძრავის კოსმოსში ხელახლა გაშვების დაგეგმა. ეს გადამწყვეტი ნაბიჯია მომავალი კოსმოსური მისიებისთვის. ეს დემონსტრაცია Starship-ის შესაძლებლობას გამოცდის კოსმოსში მანევრები შეასრულოს, რაც აუცილებელია სატელიტების განთავსებებისა და სხვა ოპერაციული პროცესებისთვის. რადგან ხომალდმა მხოლოდ კოსმოსში გასვლა კი არ უნდა შეძლოს, არამედ უნდა იყოს უნარი, რომ სხვადასხვა ორბიტაზე გავიდეს, დედამიწის, მთვარისა და მარსის გარშემო და ასევე შეძლოს საკუთარი ძალებით დედამიწაზე დაბრუნება. გარდა ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლებები, გაძლიერებული რედუნდანტულობა ბუსტერის ძრავის სისტემებში, გამაგრებული სტრუქტურული კომპონენტები და ოპტიმიზებული პროგრამული უზრუნველყოფის კონტროლი გაშვებისა და დაბრუნებისთვის. ეს გაუმჯობესებები მიზნად ისახავს სისტემის საინედოობის კიდევ უფრო გაზრდას და სრულად ხელახლა გამოსაყენებელი სისტემის მიზანთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ფრენა დღის განმავლობაში გაიმართება, რაც საშუალებას იძლევა უკეთ ვიზუალურად დავაკვირდეთ დაშვების პროცესს და მივიღოთ მნიშვნელოვანი მონაცემები ატმოსფეროში დაბრუნებისა და წყალში დაშვების ანალიზისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება შეცვლილი დაბრუნების კუთხე, რომელიც შეამოწმებს Starship-ის აეროდინამიკურ გამძლეობას ექსტრემალურ პირობებში და მოგცემს მონაცემებს მომავალი დაშვების პროფილებისთვის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, Starship ბევრად უფრო აგრესიული კუთხით შევა დედამიწის ატმოსფეროში. დამატებით თითოეულ მხარეს 8 რიგი სითბოს დამცავი ფილა მოიხსნა. დაახლოებით 1 ტონამდე წონის დაზოგვას ნიშნავს. შეხედე ამ სურათებს, რომლებიც SpaceX-მა X-ზე გამოაქვეყნა. ეს კამერაა, რომელიც მართვის ზედაპირს ფოკუსში ამყოფებს. მართვის ზედაპირებზე არსებული პოტენციური სუსტი წერტილები კვლავ საფრთხის ქვეშ დარჩება და დაზიანებებს მიიღებს. SpaceX-ი ამას რისკად იღებს, რადგან ეს პრობლემა უკვე გამოსწორებული იქნება მეორე ვერსიაში, რომელიც მე-7 ფრენაზე გამოიყენება. მართვის ზედაპირები გადაადგილდება მუცლის მხრიდან მოშორებით, რის შედეგადაც ისინი პლაზმის რეჟიმს უკეთესად უნდა გაუმკლავდნენ. მაგრამ როგორც თქვი, ყველაზე ადრე მე-7 ფრენიდან. ასე რომ, ელოდე დამწვარი მართვის ზედაპირებს. მაგრამ დაუბრუნდეთ Starship-ის სატესტო ფრენას. მე-6 ფრენის ძირითადი მიზნებია ბუსტერისა და ზედა საფეხურის ხელახლა გამოყენებადობის დემონსტრირება. ეს მოიცავს ბუსტერის უსაფრთხო დაბრუნებას გაშვების ბაზაზე და მის დაჭერას გაშვების კოშკის მკლავებით. პირველ გაშვებაზე ეს თითქმის უნაკოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ერთხელ შეიძლება უბრალოდ იღბალი ყოფილიყო.
თუ ამას კიდევ ერთხელ მოახერხებენ, ეს უკვე ოსტატობაა. ზედასაფეხურისთვის ყურადღება გამახვილებულია ახალი თბოდამცავი მასალების და კონტროლირებადი ატმოსფეროში დაბრუნების ტესტირებაზე. ასევე რაპტორის ძრავის ხელახალი გაშვებაც ამ ტესტის ერთ-ერთი საკვანძო მოვლენაა. იმედი მაქვს, პირდაპირი სურათები იქნება იმ ბუიებიდან, რომლებიც ინდოეთის ოკეანეშია განთავსებული და ხომალდს ატმოსფეროში დაბრუნებისა და დაშვების დროს იღებენ. ეს იქნება საოცარი, დაუვიწყარი სანახაობა. ნოთამების კოორდინატები ამ ადგილს მადაგასკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით ასახავს დაშვებისთვის. ამჯერადაც ბუსტერი მხოლოდ მაშინ დაიჭერება, თუ ბუსტერის, კოშკისა და დამჭერი მკლავების მდგომარეობა სრულად გამართულია. დაჭერის ცდელობა კვლავაც საჭიროებს ხელით გაცემულ ბრძანებას საფეხურების გამოყოფის შემდეგ. თუ ბუსტერს ჩაძირავთ, სათადარიგო მოწყობილობები მყისიერად მზად გექნებათ. თუ კოშკი დაზიანდება, ეს შესაძლოა ნახევარი წელი დაგიჯდეთ, რადგან მეორე კოშკიც 2025 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნება. მიუხედავად იმისა, ყველაფერი კარგად ძავა თუ არა, ვფიქრობ, რომ მეშვიდე ფრენას 2025 წლის იანვრამდე ან თებერვლამდე უნდა ველოდოთ. რადგან ეს 23 პირველი V2 Starship. სულ ახლახან მიიღო ძრავები და ჯერ აუც კი აუმუშავებია. საუბარია 25 ფრენაზე მომავალ წელს. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ამბიციური მიზანია. SpaceX-ის სტანდარტებითაც კი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე გაშვების პლატფორმა ჯერ კიდევ არ მუშაობს, 10 ან 12 ფრენაზე მეტი შეუძლებელია. რადგან ყოველი მისიის შემდეგ აღდგენას 4 კვირაზე მეტი სჭირდება. და როცა მეორე კოშკი ამუშავდება, პირველი კოშკი კაპიტალურ რემონტზე გავა. თუმცა აგრესიული ვადები აუცილებელია სულ მცირე გეგმის მიხედვით, რომ არტემის მესამესთვის 2026 წლის სექტემბერში ადამიანიანი მთვარეზე დაშვებისთვის მზად ვიყოთ. არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რომ გამოვიდეს, მანამდე ყველაფერი იდეალურად უნდა წავიდე. ასევე ინფრასტრუქტურა, ანუ მესამე კოშკი ფლორიდაში სავარაუდოდ მხოლოდ 2026 წელს შევა ექსპლუატაციაში. და წარმოების სიმძლავრეებიც ფლორიდაში ჯერ არ აქვთ. ასე რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, სანამ ისინი მთვარეზე გაფრენას შეძლებენ. როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს უცნაურად, 2026 წელს მარსზე უპილოტო მისია ბევრად უფრო სავარაუდოა, ვიდრე იმავე წელს მთვარეზე ეკიპაჟიანი მისია. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ როგორც მთვარეზე, ასევე მარსზე მისიისთვის თითოეულისთვის თითქმის 12 გაშვებაა საჭირო სატოვით შესავსებად. ეს უნარი მათ ჯერჯერობით მხოლოდ ძალიან მცირე მასშტაბით აჩვენეს. ბმული ჩემს სტრიმზე ქვემოთ ვიდეოს აღწერაში ამოცემული. დაინიშნე შეხსენება, გააზიარე შენი აზრები და კითხვები კომენტარებში ან სტრიმის დროს და ერთად განვიცადოთ ეს გარდამტეხი მისია. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. მადლობა ყურებისთვის. პერა ასპერა, ადასტრა.